ბულინგის მსხვერპლი ყოფილ ხარ? კი. შენ ეს გზა აირჩიე, და იდექი მყარად. ყავს თუ არა ისეთი ადამიანი, ვისი პატიებაც ჯერ კიდევ არ გამოგივიდეს? დარი არის ეგ ადამიანი. ხო, და ვერ ვაპატიე. რატო ვერ ვაპატიე? ვერ შევთანხმდით ერთმანეთში რა და ცუდად დავიშალეთ და ბოლოს ეს დაშლა. ბენდის წევრების მეუღლეები ან შეყვარებული? შენზე ხო არ ეჭვიანობა? აი მე ეხა მეშინი ამ ყველაფრის თქმა. დიდი კვიზი ბუნდებით. ნეტარა კითხვები გაქვს. ნახოთ რა იქნება. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი კვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ლინდა ადამია. როგორც იქნა მოხვედი? კი, ამდენი წვალების შემდეგ დავადგით საშველი და მოვედით. ალბათ ერთი 8 თვის შემდეგ. 8 თვის შემდეგ. 8 თვეა. მოდივარ. მოლაპარაკება, უნდა ჩავწეროთ, არ ჩავწეროთ, მაგრამ ვისი ბრალია ვით რომ ამდენი გაგვეწერა? სამყაროს. კი ბატონო, ანუ ესე ინება რომ 19 სექტემბერს შენ დაბადების დღეს. აი რაღაცნაირად დაემთხვა. გილოცავ. მადლობა. ხო მაგარი საჩუქარია. თავარია კარგად წავიდეს ყველაფერი. კი ბატონო. გადავიდეთ კითხვებზე? ღრმად ჩავისვენ თქოთ და მარაფერი მარტივად. დავით. შენი ეს პროფესია, ვიცით გახდი ესეთი ცნობილი და როგორც შეუყვარდი მაყურებლებს. საიდან მოდის ანუ სიმღერას როდის დაიწყე? სიმღერა ძალიან ადრევი თვეებიდან, ასაკიდან არა, თვეებიდან. ზოგისთვის გამხდარა ეს რაღაცა სასაცილო ამბავი, რომ როგორ შეიძლებაო, რომ თვეების ბავში 9 თვიდან მღერი. სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მღერი. მართლა პირველი ჩემი სიმღერა გინდა გითხრა რომელი იყო? კოკო ჯამბო. ხო? ან 9 თვის ბავში მღეროდი კოკო ჯამბოს. ხო, კოკო ჯამბოს ანუ, ხო, მღეროდი. რანაირად მღეროდი ეგ არ ვიცი, მაგრამ მღეროდი. ო, ძალიან კაია და მე 9 თვის ასაკში გავიგე რომ დაიწყე სიმღერა. დავიწყე, მაგრამ ნუ მე უკვე 2 წლიდან უკვე შემიყვანეს პედაგოგთან რა და აი შენი სურვილით თუ ეხლა რა მახსოვს რა მეკითხები არა რა თქმა უნდა ესე იგი რაღაც დაინახს რომ აი ამ ბავშვს რაღაცაო ნიჭი აქვსო და შენი სიმღერები როცა ქუჩაში გესმის როგორი რეაქცია? ძალიან კარგი. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ აი ზაფხულში უფრო ეს მინები რო ჩაწეული აქვს უფრო კარგად მესმის ხოლმე და აი საცობში თუ მოხვდი სადმე ან რაღაცა გაიარა მანქანა ძალიან სასიამოვნოა და აი გულს უხარია ძალიან. მე ლაივში მაქვს ნანახი რომ მღერი და შენ როგორი ემოციით გადმოსცემ ამ ყველაფერზე. მე რა შეგვამჩნია გვერდიდან გეტყვი რა დაგიმალა. ძალიან მოგწონს ყურადღების ცენტრში რო ხო ეგრეა? ხო, ვის არ მოწონს? ხო, არა, არიან ადამიანები. ასციდენტით ლომი ვარ და მაგიტო პირველობა უყვართო და თავის გამოჩენა უყვართო და ალბათ ეგ განაპირობებს მაგას. და როგორ ახერხებ პოპულარულობას და პირადი ცხოვრების შორის ბალანსის დაჭერას? ძალიან მაგრად ადამიანი მყავს ისეთი გვერდით, რომელიც ეთყობა დღეს ჩაწერაზეა ჩვენთან ერთად და იტანს, მიტანს და ასე შემდეგ. ანუ არ გაგიჭირდათ არც ერთს? არა, აი საერთოდ. იცი რა, რეალურად რო ვიმსჯელოთ, ჩემი კარიერული საწყისი რო დაიწყო, მე და დათუნა უკვე ერთად ვიყავით. კი ბატონო. და რაღაცა ერთად მოხდა. აი ერთად მოხდა, რომ ანუ მე რა გზაც გავიარა, ჩემთან ერთად გაიარა. ისე რომ პირდაპირ გამზადებული კარიერა მქონოდა მე უკვე და უცბად რაღაც ჩემ ცხოვრებაში ისე მოსულიყო, რომ ცნობადი ადამიანი რაღაცა რა ეგრე არ მოხდა რა. ეტაპობრივად მოხდა რა. ერთად გავზარდეთ ეს ყველაფერი. კი, მაგრამ ყურე მე ეგეთი პრობლემებიც მინახავს. არის შენ შემთხვევაში როგორც ჩანს ეგრე არ არის, მაგრამ როდესაც ახლა შენ ლამაზ მანდილოსანი არის მეორე ნახევარი და თან ყოველთვის ყურადღების ცენტრშია ძალიან ბევრი ადამიანისგან. არ გიგძნია ანუ შენი მეორე ნახევრისგან ის რომ არასოდეს იმიტომ არ მიგძნია რომ ეს არის უბრალოდ ნდობის საკითხი. ეს შეიძლება უფრო განვრცობითი და სხვა თემაზე გადასვლა იყოს, მაგრამ როდესაც არის ურთიერთობაში ურთიერთგაგება, ეგ უკვე სხვა რაღაცების აწინდარია და აქ მე სცენაზე რამდენი თაყვანისმცემელი მეყოლება და სცენის იქით, ეს უკვე ჩვეულებრივი მომენტია. რა მას ანალოგიურად ისეთი პროფესია აქვს, რომ უამრავი ულამაზესი გოგო მიდის მასთან, მომხმარებელი, რომელიც იკეთებს რაღაცა ნახატს
თუნდაც შიშულდება მის წინ, არის ადგილები ისეთ ადგილზე იხატავენ, რომ მე შეიძლება რაღაცა არა, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მომენტი ჩემთვის რა. ეს არის პროფესია, ეს არის ჩემთვის ყველანაირად მისაღები, როგორც მისთვის ჩემი პროფესია. ნამდვილ ურთიერთობას გაუმართოს. გამოიწეს. კაც მღერის, გასაგები. ბულინგის მსხვერპლი ყოფილ ხარ? მცირედის. როგორ გადალახე? როგორ უმკლავდები ხოლმე? პირდაპირ გითხრა? აზრი რო არ აქვს, უნდა დაიკიდო. მარტივი სათქმელია. შესასრულებლად კი, ხა რო ხანდახან რო შევდივარ და ვკითხულობ რაღაცა ისეთ აბსურდულს რო წერენ. კომენტარებს კითხულობ ხოლმე? იშვიათად რა. ბოლო პერიოდში ცოტა დრო მქონდა, რაღაცებს ჩავუჯექი, წავიკითხე და რაღაცა ვერ გავუგე, ვერ დავუმუღამე რა და მეწყინასავით. ან დაუმსახურებელი იყო იმ ადამიანებისგან, ვისაც არ იცნობ. და მაგრამ არა უშავს. ჩვენ ხო ინდივიდები ვართ. ყველას გვაქვს ის, რომ მე მაგალითად ძალიან ბევრი რამ არ მომწონებია ინტერნეტ სივრცეში. ძალიან ბევრი რამ შეიძლება ყოველდღიურად შევხვდე ისეთ რაღაცას, რომ არ მომეწონოს. ხომ კომენტარს ხო არ წერ? არასდროს. არასოდეს, იმიტომ რომ ჩემო კომენტარმა შეიძლება სხვისი გაღიზიანება გამოიწვიოს და ამყვეს ვიღაც. ეს ბულინგი არის ყველაზე ცუდი რამ, იმიტომ რომ უამრავი ფაქტი ვიცით, რომ მithumedes ასაკს გააჩნია, ყველა ვერ უძლებს ბულინგს. კი ბატონო. მე თავიდან მქონდა. ეგ ხო ანუ უნდა გამოიმუშაო. უნდა გამოიმუშაო. კი, უბრალოდ მე ვერ ხვდები არსის რა, ამ ცუდი კომენტარის არსი. რატომ? კარგია. მე გეტყვი, 10 წელია უკვე ძალიან მყარად გავარ ამ საქმეში. 10 წელი და ამ 10 წლის განმავლობაში ხო წარმოგიდგენია რამდენი უკმაყოფილო მსმენელი შეიძლება იყოს, მაყურებელი, შეიძლება შენი მსმენელი საერთოდ არ იყოს, უბრალოდ გიყურებდეს მოკრას თვალი და ანუ არ მოწონდეს შენი ნამღერი, შენი მუსიკა არ მოწონდეს. მაგრამ ნუ დაგიწერენ რა, რამდენამეს წავიკითხავდი შენ წარმოგიდგენია? 10 წლის წინ საერთოდ ახალი დაწყებული რო იყო, მაშინ მენტალურად ესეთ მყარად არ ვიდექი. არ ვიდექი და უმაგრამ მткиო და მიტირია და ისევ ჩემი მშობლები და ჩემი ოჯახი იყო ადამიანების ის კატეგორია, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ გარაისვა თავზე ხელი გადაგისვან და დამშვიდდი და არა, უთქვამთ, რომ შენ ეს გზა აირჩიე, ხო და იდექი მყარად. იმიტომ რომ არ არის ესე მარტივად მოწყობილი, ყველას არ მოეწონები. რა თქმა უნდა. всё. აი მაგის მერე მივხვდი რომ ყველას არ და კი არა ვერ მოეწონები, იმიტომ რომ მეც არ მომწონს ყველა და რა თქმა უნდა ანალოგიურად რაკეთაც. ხო, რა თქმა უნდა, ყველას თუ მოწონხარ რაღაც პრობლემა ვაგეთ, უნდა თქვა ხო არის. აი, ნამდვილად. ბარიატრიული ოპერაციის გადაწყვეტილება. ეს ფიზიკური თუ უფრო ემოციური ბრძოლა იყო? ორივე. პირველ რიგში ფიზიკური რა თქმა უნდა ვის მოვატყუო. მე ჩემი ასაკის ისე გავლა არ მინდოდა, რომ ყველაზე ძვირფასი წლები ახალგაზრდობის რაც არის, ჯანმრთელობა არ მინდოდა რომ ჩაეთრია ამ ყველაფერს, წონას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მცდელობა მქონდა და ამაში მე არ ვაბობავს, ყველა დამეთანხმება, ჩემი ოჯახიც, მეგობრებიც, ბენდის წევრებიც, უამრავი მცდელობა მქონდა. როგორც ძალიან არაჯანსაღი მცდელობები, ასევე CrossFit-ი, ვარჯიში, ტრენერი და ასე შემდეგ. ვერა, დავიკლებდი რაღაცას, მე აი ეს ყელში ამაგებიდო და დავიღლებოდი, მე დავიწყებდი ჭამას და ისე 2 მაგს თუ არა 1 მაგს და მეც ვიმატებდი. და ერთხელაც უკვე ძალიან პიკში რო ვიყავი, უკვე მენტალურად და არა ვიზუალურად, მენტალურად უკვე ძალიან დამძიმებული ვიყავი რა, 8 წელი, აი ძალიან ვებრძოდი. აღარ ვეწერე არაფერ კარგში რა, ხასიათი გამიფუშტა. ვიყავი, ანუ ყველა ადამიანი მიცნობდა ლინდას, რომელსაც შეუძლია შენი დღე შექმნას, ასე ვთქვათ რა. შენ თუ ხარ ცუდ ხასიათზე, ლინდა შეეძლო, რომ ყველაზე ბედნიერ ადამიანად ექცია და ეგ დაიკარგა. აღარც ვციმციმებდი, აღარც ვანათებდი, აღარც კაშკაშებდი, აღარ მეღიმებოდა და უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი, იმიტომ რომ გამასავალს ვერ პოულობდი. და მერე ჩემმა ერთმა დიდმა მეგობარმა ყოველთვის მადლობას ვეტყვი იმ მომენტში ძალიან მეწყინა. რომ ითხრა ცრემლები მომადგა თვალებზე და არ შევიკავე და მაგრამ ის მართალი იყო და დღემდე და ალბათ ცხოვრების ბოლომდე მადლობას ვეტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მისი მკაცრი, უხეში ნათქვამით მიმიყვანა. მე მის გარო წამოვედი, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ის რამეში ცდებოდა, მაგრამ იმ მომენტში გავბრაზდი, თან პატარა ვიყავი.
და იმ დღესვე მივიღე გადაწყვეტილება, იმ დღეს რა ალბათ იმ წამსვე. ავდექი და გავიგეთ. და მადლობას ვუხდი დღეს დღემდე მაგადამიანს. ძალიან ბევრი მეგობარი ახ ჩემს ირგვლივ. ვინც ესე ვთქვათ შიში აქვს რა. კი. და ეგ როგორ უნდა ამ სიტყვებმა გადაგალახინა შენი ხო, რა იცი რა, ნახე ნაწილობრივ ესეთი ამბავია რომ მე ისედაც ვცხოვრობ ჭარბიწონით. 1000 დაავადებას ავიკიდებ. მე უკვე ბოლო პერიოდში სანამ ოპერაციას გავიკეთებდი, მაწუხებდა სახსრები, უკვე ქოშინით სიარული, უამრავი პრობლემა მოყვება ამ ჭარბწონას რა, ეს მე პირველი არ ვარ, ვინც ამას ამბობს რა. და ვიდრე ამან მოგკლას, იქნებ უკეთესი შესაძლებლობა გაქვს. ხო, ნუ რისკი არის რა. ეგრე რა, ყველა ოპერაცია რისკია. დაწექი ბრმანაწლავი ამოიჭერი. რაღაცა ამოიჭერი, რაღაც ყველა ოპერაცია რისკია, როცა შენ იმ ცივ საოპერაციო მაგიდაზე წვები, ყველა ოპერაცია არის შენთვის საშიში, გაიღვიძებ თუ არა, არავინ არ იცის. რაც არ უნდა მაგარი ქირურგი შეგხვდეს. არავინ არ იცის. ნუ ამას რისკავ რა და ჩემმა რისკმა გაამართლა. კი ბატონო, ყავს თუ არა ისეთი ადამიანი, ვისი პატიებაც ჯერ კიდევ არ გამოგივიდა? კი. დარი არის ეგ ადამიანი. ხო, და ვერ ვაპატიე. რატო ვერ ვაპატიე? აი მსახურებდა და იმიტომ. ხო, ეს მამა ჩემზე არის საუბარი. ეს ძალიან ცნობილი ისტორია არის, რომ მე და მამა ძალიან ცუდი ურთიერთობა გქონდა. ვერ შევთანხმდით ერთმანეთში რა და ცუდად დავიშალეთ და ბოლოს ეს დაშლა იყო 2 წელი სანამ გარდაიცვალა არ ველაპარაკებოდი. იმ სიტყვებს არ გავიმეორებ ხა ბოლოს რაც მე უთხარ იმას. მაგრამ ძალიან ცუდად დაუმთავრდა. ვერ ვაპატიე არ ვაპატიე, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეხებოდა, ეს ეხებოდა დედაჩემს და მე. და რა თქმა არ იმსახურებდა. ძალიან წუხვა რომ ესე მოხდა, მაგრამ ერთადერთი ადამიანია, ვისაც ვერ ვაპატიე. ძალიან დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. არაფრის. დავიძაბე. არა, რატო? თუ გიფიქრია მუსიკისთვის თავის დანებებაზე? კი. კი, როგორ არა. ხო გეუბნები, ანუ ყოველ ეტაპზე ადამიანი ზოგჯერ არ ხარ მზად მენტალურად რა რაღაცეებისთვის. რამდენი დაცემა მქონია, რაც შეიძლება ხალხს არ ცოდნია, ხო? რომელიც შეიძლება მარტოს არ გადამილახია, რა თქმა უნდა, მე მყავს ღვთისწყალობით ისეთი ადამიანები გარშემო. ოჯახი, მეუღლე, მეგობრები, მყავს სასწაული. ჩემთვის მეგობრობა არის, აი არ ვიცი, ყველაფერი. და მათთან ერთად გადამილახია უამრავი რამ. მიფიქრია კი, რომ აი შო, მე სიმღერას ვანებებ თავს. იმიტომ რომ მე სხვა განათლებაც მაქვს და შემიძლია რომ იმ განათლებითაც კარგად წავიყვანო ჩემი ცხოვრება. მიფიქრია მაგაზე, მაგრამ არა ვერა. აი რომ ვიღლები და მიწუწუნია რომ გთხოვთ, ერთი დღე, ერთი სრული დღე მომეცით რომ დავისვენო, დავიძინო, ჩემს სახლში ვიყო მარტო, დავისვენო. ერთი დღე აი ისიც ვერ ვისვენებ, სულ მაინც მუშაობა მინდა. მე ვნახე 19 სექტემბერში კონცერტი გაქვს. შენ საკუთარ დაბადების დღეს. როდის შეხვდი ბოლოს შენი დაბადების დღეს? არა სამუშაო გარემოში. პანდემიის დროს მხოლოდ ეგ ერთი წელი იყო. აღარ მინდა პანდემია, კაი იყოს ეგრე როგორც. ხო, იყოს როგორც იყო, არა. მე მოხარული ვარ რა, ყოველთვის ვიძახი რა, ვორკაჰოლიკი ვარ რა, ქალწულებს ეს ჩვევიათ რა. პედანტები კი ვარ. ვორკაჰოლიკი გქი რა? კი, მართლა. ხო, ძალიან ბევრი რამე მთხვევა და კი, ძალიან შრომის მოყარე ვარ რა, ანუ თან ძალიან მიზანდასახული. ჩემი მეგობრები სულ ესე მახასიათებენ, რომ ლინდას პატარა ოცნებები არ აქვს. მართლა ანუ ყოველთვის ვიცი, რომ აი შეიძლება ჩემ ამ ოცნებაა თუ მიზანი რაც გინდა ვუწოდოთ, შეიძლება 2-3 წელი დაჭირდეს, მაგრამ არა, აი აქედან ავიღებ A პუნქტიდან და დავეშვები თავით B პუნქტისკენ და მაინც მივაღწევ. შეიძლება ანუ რაღაცა განგრძობითი დრო დაჭირდეს რაღაც პერიოდი, მაგრამ მაინც მივალ. აი მიყვარს, აი დიდი მიზნები მაგრად მიყვარს. ერთი მეოთხედი ისთვის და ლინდა ადამიანისთვის. ესეთი სცენა არსებობს, სადაც არ იმღერებთ? მოდი მე გეტყვი ერთ რაღაცას რა. სცენა არის სცენა. არ ვიცი, ჩემი კოლეგები როგორ გამიგებენ, არ ვიცი, მსმენელი როგორ გაიგებს. სცენა არის სცენა.
შენ ადიხარ იმ სცენაზე და მღერი აი ერთი კონკრეტული რაღაც სიმღერა ავიღოთ. ეხა იმ სცენაზე სხვანაირად შევასრულებ და იმ სცენაზე სხვანაირად ეგ ხო არ არსებობს. ადიხარ და ერთნაირად უნდა შეასრულო. რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისები, რომ არ მომწონებია. მაგრამ სხვა გზა არ გაქვს. უნდა ახვიდე რა. კი ბატონო. სცენას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ შეიძლება გარემოს ქონდეს მნიშვნელობა. მე უამრავ ისეთ ადგილას მიმღერია, სადაც სურვილი არ მქონია რომ მემღერა გარემო პირობებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩემს საქმეს, ჩემს პროფესიას ასე სჭირდებოდა იმ მომენტში. და გამიკეთებია, მიმღერია რა. ამიტომ ესე რაღაც სცენაზე არ ვიმღერებ არ გაქვს. ეს კლიშე ხო? არა, არ მაქვს. მაგრამ ყოფილა რა შემთხვევა რომ არ მდომებია, მაგრამ აქ კიდე როგორი რაღაცა შენ სოლო არ ხარ, მე გუნდური მოთამაშე ვარ, ხო? აქ ერთი ადამიანი არ წყვეტს, ჩვენთან ისეთი პოლიტიკა გვაქვს ბენდში, რომ უმრავლესობით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მე მგონია ეს ძალიან მიზანშეწონილია და კარგიც არის. შეიძლება ბევრი რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ უმრავლესობა თუ გადაწყვეტს, ესე იგი საქმეს ასე სჭირდება. შენ ცხოვრებას ყველაზე ბედნიერს რა ხდის? სიმღერა. ხოლოდ და მხოლოდ არა, მაგრამ პირველ რიგში ეგ არის. ანუ ნახე, ცუდად რო არ გაჟღერდეს, ვიტყვი იმას, რომ მქონია პირადში პრობლემა, მქონია ჯანმრთელობის პრობლემა, მქონია მენტალური პრობლემა, მეგობართან პრობლემა. იქ რო ავდივარ მართლა ყველაფერი. გავიწყდება ხო? კიდია. მართლა. ანუ რატო იცი, ანუ რაღაცა ტვინში მაქვს ესე გამჯდარი, რომ მე დავიბადე იმისთვის, რომ ხალხის განწყობა უნდა შევქმნა. მე თუ ცუდად ვიქნები, შენს განწყობას, ჩემს სმენელს ვერ შეგიქმნი, ვერანაირად ვერ შეგიქმნი. ანუ რამდენჯერ ყოფილ ვარ საშინლად ცუდ ხასიათზე, საშინლად გაბრაზებული. აი დამილეწია რაღაც და ისე ავსულვარ სცენაზე, მაგრამ ფილმებს შეამჩნია? არა. და ვერ შეამჩნია, იმიტომ რომ მე იქ მიხარია და იქ ნეიტრალდები, იქ ხდები კარგი ლინდა. კი ბატონო. ანუ სიმღერა ყველაფერს გავიწყებს. კი, მქონია. ანუ ყველაზე მთავარი აი 1-8 წლის წინ იყო ჯარჯი, იყო ძალიან პატარა ჩემი შვილი რა. ძალიან ავად იყო რა, რაღაც ვირუსი შეხვდა თუ რაღაც და ძალიან განვიცადეთ ამ პატარა რო იყო და წავედი და სამსახურში მივდიოდი გვიან. მთელი დღე ვიყავი როგორი დაძაბული, იცი რომ მეთქი ვერც ვიმუშავე, ვერც ვიმღერებ, ანუ ხმა არ მექნება. იქ რომ მივედი, აი იქ დავიცალე, ამოვისუნთქე და უფრო საღად დავიწყე აზროვნება რა. თორე აი ეგ არის ჩემი შველა. ძალიან საინტერესო. ყველაზე მეტად რისი გეშინია მაშინ? ყველაზე მეტად რისი მეშინია? ვაიმე, ეხა მეშინია ამ ყველაფრის თქმა. ხო. ეგრე ცუდად გაქვს დაცდილი რაღაცა? არა, დაცდილი არ მაქვს და იმედი არც დავიცდი, იმიტომ რომ ჩემი ყველაზე დიდი შიში, ნუ ბევრი შიში შეიძლება ქონდეს ადამიანს, მაგრამ ყველაზე დიდი შიში ის არის, რომ არასოდეს არ მოხვდე საგიჟეთში. ხო, ძალიან მეშინია, ძალიან. ამას ძალიან პირველად ვამბობ. ესე საჯაროდ და სულ რაღაც 2-2 ადამიანმა იცის ამის შესახებ. მე მithქვამს, რომ ძალიან ეს სიტყვა არ მიყვარს ზოგადად სლენგებს რო იხმარენ საუბრის დროს, რომ overthinker-ი გადაჭარბებულად რო ფიქრობს. ანუ მართლა ბუზიდან შემიძლია რომ სპილო აქციო რა, ანუ იმდენი ვიფიქრო რაღაცა პრობლემაზე. და მიფიქრია რა მაგაზე, რომ მქონია ეგეთი რაღაცა, რომ აი ზედმეტად და მithქვამს ჩემი ძალიან ახლო ადამიანებისთვის, რომ ადამიანისთვის, რომ ოდესმე მეთქი თუ შემატყობთ მეთქი, რომ გავაფრინე. საგიჟეთში არ გამიშვათ თქო და თქვენ მომხედეთ თქო რა. ანუ მართლა ყველაზე დიდი შიში ეგ მაქვს. მართლა მაქვს რა, რამდენადაც მხიარული და რამდენადაც ეს ლაღი ვჩანვარ და კეთილი ლინდა, იმდენად ჩემი ბოროტი მხარეები გამაჩნია რა. ოდეში პლანშეტი გამეთიშა, მაგრამ და ნახევარი საათი. ნახევარი საათია უკვე? უი, რა კარგია.
ან ნახე როგორი რესპონდენტი ყავარ? ხო, დროს დრო ისე გადის რომ ვერ იგებ. ძალიან კარგია. გამოიწერეთ ჩემი არხი ისე მეგობრებო ამასთან. გამოიწერეთ. თან შეგახსენებთ. ძალიან მიჭირს ამის თქვენ, იცი? რატო? არ ვიცი. რისთვის შრომობ, აბა თუ არ გამოიწერე შენი არხი და არ გადევნეს თვალი და კარგი რესპონდენტები ვინც გეყოლება იმათ ცხოვრების შესახებ რაღაც პატარ-პატარა დეტალები თუ არ გაიგეს, მაშინ რისთვის შრომ? რისთვის ანუ გამოიწერონეს არხი. აუცილებლად. დაუჯერეთ ლინდას. სანამ სცენაზე ახლა რაიმე რიტუალი გააქვს? არა. არა. პირდაპირ გამღერებაც არ მაქვს. შეიძლება ბევრს არ გქონდეს, მაგრამ ვიცი ბევრს აქვს, ბევრს არ აქვს. გამღერებაც არ მაქვს. პირდაპირ ავდივარ რა. აი პირდაპირ. ერთადერთი არის ხოლმე რომ სანამ ავალ სცენას და უშუალოდ უკვე მიკროფონთან დავდგები, უბრალოდ პუბლიკას გადავხედავ შორიდან თუ მაქვს მაგის დრო, ანუ თუ არ დავაგვიანე, როგორც შეიძლება მოხდეს ხოლმე კონცერტებზე. უბრალოდ პუბლიკას გადავავლებ თვალს, რომ როგორ განწყობაზე არიან, როგორ ხასიათზე არიან, რა უნდათ, რას ისმენენ, აი ამის მიხედვით ვჯავრობ. ჩვენ მქონდა შეხება ბოლო კონცერტზე, სადაც მე ვიყავი წამყვანი და მე ვერ მოვნახე ადგილი, რომ რამე მეთქვა. რატო? იმიტომ რომ შენ არ ჩერდები სცენაზე ერთხელ. მართლა. ხო, აი არ შემიძლია. ხო, ადიხარ, შენ პროგრამას ამთავრებ და ჩამოდიხარ. კი. ან მან სიტყვის ადგილი სხვა ადამიანი ვერ ჩასვას. მართლა არ არის, არა. აი, სხვათა შორის ჩემს მეგობრს უთქვამს შენიშნა, რომ ანუ წილივი დახტიხარო სცენაზე და ერთ ადგილას ვერ დაგიჭირეო რა, ანუ კარგი კადრიო და სოი გამოქნეული კადრები მაქვს რა. რას ვიზავთ მე დღეს ანუ ხო გეუბნები, ანუ 6 თვე ნახევრიანი დავიბადე, 7 თვიანიც არ ვარ. სულ ყველგან მეჩქარება, სულ ყოფილი მინდა რომ ხარტად მოხდეს, სწრაფად მოხდეს, ხარისხიანად მოხდეს, მეჩქარება და რა ვქნა. ვერ იზამ ვერაფერს გავდა. ეგეთი ხარ და ხალხსაც ეგეთი შეუყვართ. ხო. და მე მიყვარს ძალიან ჩემი მსმენელი. გააქვს კომუნიკაცია ისე? ხო, რა. მე მათ გარეშე რამეს წარმოვადგენ? არ, ზერო. ამ სფეროში ვინც არის, ყველა ეგრეა ჩემი აზრით. ნახე ერთ პატარა საიდუმლოს გეტყვი რა, წეგან გეუბნებოდი, რომ ბევრჯერ შემრცხვა საკუთარი თავის და რატო? ყოფილა დიდი კონცერტები, აი ბოლოს ერთ-ერთ კონცერტზე შენც ხო იყავი, იგი იყო უამრავი ადამიანი. ის ადამიანი იმისთვის არის მოსული, რომ ჯერ შენ ნამღერი მოისმინო, შენი პერფორმანსი ნახოს, ისი ამონოს ან რაღაცით უკმაყოფილო წავიდეს, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი ამ მსმენელის არის ბევრი მოსული იმისთვის, რომ უბრალოდ სამახსოვროდ დარჩეთ ფოტო. ბენდთან, შემსრულებელ არტისტთან. 1-2 იცი რა ვქენი, გამოვიპარე. მე ადამიანი ვარ რა, რაღაცა პრობლემა მქონია, შეიძლება რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა, რომ და ისე განვიცადე, ძალიან შემრცხვა. აი მაგას უმეტეს შემთხვევაში არასდროს არ ვაკეთებ რა, ყოველთვის ბოლომდე ვდგავარ. წეგან გიყვებოდი, რომ ერთ-ერთი კონცერტიდან აი ძალიან ბევრი ადამიანი რომ მოვიდა, ისე მოხდა, რომ დავარდი ძირს. განზრახდა მაგდეს ან რაღაც არა. ბევრი ხალხი რო იყო, წონასწორობა ვერ შევიკვეთე, დავარდი და ისე დავარდი, რომ დაცვა იყოს კონცერტზე, მაგრამ დაცვა ვერაფერი ვერ ქნა და ძალიან ბევრი ხალხი იყო რა და ჩემი გიჟი და ქალი მოვიდა და ამ სიგზეთ მასში ასე მომკიდა ხელი და ასე ადამია. ასე აი ზუსტად ასე წამომიღო და მიმათრევ და ასე თმით. ხო, იმიტომ სხვანაირად ვერ მოხდა რა. და ძალიან კი დავზიანდი მაგ დღეს დავარტყი რაღაცები და მტკიოდა, მაგრამ არა უშავს კაცი ჩემი ჭირის საუბარია. მაინც ბედნიერი დღე იყო და ბედნიერი კონცერტი იყო. კი ბატონო და თქვენი მუსიკა ლინდა ადამიანს და 1/4-ის. რითი განსხვავდება სხვა მუსიკოსებისგან და ჯგუფებისგან? ჟანრობრივად შეიძლება. ჩვენ სტილში დღესდღეობით ზოგადად რო ვისაუბრო, დღეს დანაკლისი გვაქვს ქართველ მსმენელს, რომ ბევრი ახალი მუსიკა არ იქმნება. ქართველ მსმენელს უყვარს აზრიანი ტექსტები. არ ხარ დაკვირვებული. მოდი დავიწყოთ ცოტა შორიდან რა, როდესაც გიორგი კორძაძე 1/4-ის ვოკალისტმა დაწერა ნუცდილობ. არ ვიცი 20 მილიონი, 25 მილიონი ნახვა აქვს YouTube-ზე. ქვეყანაში, სადაც 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. შემდეგ იყო რაფერია ბედნიერების. შემდეგ იყო იასამნისფერში, მიმძიმს იქამდე.
მე აქედან დასკვნას ვაკეთებ, რომ აზრიან ტექსტს, სადაც მუსიკაც თანხვედრაში მოდის, ქართულ ხალხს ეს უყვარს. ცოტა დრამაც თუ არის. ნუ დრამა, ყოველთვის ჩვენთან თითქმის ყველაფერი სიყვარულზეა. თითქმის ყველაფერი სიყვარულზეა. ხო და მე ვთვლი, რომ კი არ განგვასხვავებს ვიღაცისგან, არა. ყველას აქვს თავისი მიმდინარეობა რა. ზოგი რაღაც არ ვიცი, ანუ ვერავის ვერ გაუსვამ ხას. მე ძალიან მომწონს, ძალიან ბევრი კარგი ბენდი ყავს, ძალიან მაგარი მუსიკოსები ყავს. მაგრამ ჩვენი ნიშა ალბათ ის არის, რომ საავტორო მუსიკა რაც იქმნება, იშვიათად იქნება რა საქართველოში ბოლო პერიოდში საავტორო მუსიკა, რომელიც ესე კარგად მიაქვს მსმენელს გულთან რა. ალბათ ეს არის ჩვენი, რავი, ნიშა, არ ვიცი რა დავარქვა. მართლა ვერ ახსნი ამას. აი, პირდაპირ გიხო ვერ ახსნი ამას რა. გიორგი რასაც წერს, მე არ ვიცი გიორგის რაც კი დაუწერია და ესე ფართო მასშტაბზე გამოგვიტანია, ყველაფერი ძალიან შეიყვარა ხალხმა. და ისე რომელი სიმღერა იყო, რომ გითხოვს რა უესნეტა ჩვენი ყოფილიყო. თუ არის ეგეთი რამ. მე გეტყვი. ჩვენი ყოფილიყო არა, ჩვენი არის, მაგრამ ჩემი არ არის. მე არ მღერი იმ სიმღერას. რა ქვია, კი არ მახსოვს, გიორგის დაწერილია. გამოვივლი მთებს და იმიტომ რომ აი ეგ სიმღერა მიყვარს სიგიჟემდე რომ უსმენ, აი მიყვარს. განასხვისია, ჩვენია. მე არ მღერი, მაგრამ აი გიო რომ მღერის, მაგას ვაფრენ. აი ვაფრენ. და ეხა ისეთ მაგარ სიმღერას ვამზადებთ. იასამნის ფერსესე ალთაში ჩაისვამს. ნუ ჩემი ობიექტური არა, სუბიექტური აზრია, მაგას დავზენ ესე. კალთაში ჩაისვამს. კიდნა ცოტა დავამძიმოთ კითხვები? გამავში. მზად ვარ. ბენდის წევრების მეუღლეები ან შეყვარებულები? ვაფრენს უყველაზე. შენზე ხო არის ჭვიანობა? რა სიძახი? მათი შვილების ნათლია ვარ. ბიჭო, მე მათთან ერთად გავიზარდე, ჩემი ძმები არიან. ჩვენ როდიდან მოდივართ, იცი ერთად? ანუ ამ ბოლო დროს გამოჩნდით ერთად დაახლოებით მე სოციალურ ქსელში. 10 წელია ერთად. 10 წელი გავიდა? აბა ჩვენ ვართ აი როგორი მეგობრები ერთმანეთის, იცი? მათ ხელში ვარ გაზრდილი. ლინდას თუ სადმე ფეხი წამოუკრავს, სადმე უტირია. აი, ეგენი წმინდავდნენ აგერ ცრემლებს, კი? მათ ხელში ვარ გაზრდილი. ნუ, ძირითადად ეხა ბოლო პერიოდში ერთადერთი რაც იყო 3 წლის განმავლობაში სოლო გიტარისტი შეიცვალა და ახალი რა ჩემთვის უკვე მართლა ძმასავით არის. მიყვარს სიგიჟემდე და ოჯახის წევრად მივიღე და მივიღეთ ყველა. მათ ხელში ვარ გაზრდილი. ვინ უნდა იეჭვიაროს დავხოცავს უყელას რას ლაპარაკო. რას ლაპარაკო, მაგათ ცოლები რომ მოყავდეთ, მე ვიყავი მათი შეფასებელი. რას ლაპარაკო? როგორ შეფასებელი? იდეალური გოგოები არიან, იდეალური, სასწაულები. ყველა ძალიან მიყვარს. მეგობრობას გაუმარჯოს. გამარჯოს. სოლო კარიერაზე გიფიქრია ისე? არა. გუნდური მოთამაშეობა რა გავიკეთე თქვი? გუნდური მოთამაშეობა უნდა ისწავლო. ესე არ ხდება, არ იბადები გუნდურ მოთამაშედ. უნდა ისწავლო, დროთა განმავლობაში პრაქტიკას მოაქვს ეს ყველაფერი. ნახე, სოლო კარიერა ძალიან კარგია. მომგებიანია, ფინანსურად, გადაწყვეტილებები უფრო მარტივია, როცა მხოლოდ შენ წყვეტ რაღაცებს. ვერ არა, ერთი-ორჯერ მიმღერია საერთოდ. და აი უკარო ჩემი ბიჭები არ მყვანან, აი არ შემიძლია, აი ჩემი ბიჭები თუ არ უკრავენ, ისე რომ აი რამდენი რაღაცა მეშლება სცენაზე, კაცშვილი ვერ იგებს, იმიტომ რომ ისინი მყვანან, რატო იცი? მე ხარ აქეთა კუპლეტიდან იქით გადავხტები, გადმოხტები. ამათმა ხო იციან ინსტრუმენტალს უძბად, ხა ფონოგრამას რა არის ინსტრუმენტალი, როცა ლაივში არ მღერი და როცა ლეპტოპიდან გაშვებული მუსიკა რომ მიდის, აი იმას ვერ გადაცვლი და ვერ გადმოსხდი. ამათმა იციან, რომ მე ბიპოლარკა გიჟი ვარ ცოტა და სადღაცას რაღაცა შემეშლება და მომყვებიან. არა, ამას ბენდს ზოგადად სხვა დრაივი აქვს. აი ეს ემოცია კონცერტზე ხა სად რომ გამოდიხარ და მღერი რაღაცა სოლო კარიერაში მაგას სხვა მუხტი აქვს ეს რომ სრულიად შენზე არის ყველაფერი დამოკიდებული და სად ბენდი რო უკრავს აქ საერთოდ სხვა მუხტი არის რა. შენი აზრით ამჟამად საუკეთესო ქართველი მომღერალი ქალი ხარ? არა. არა.
მე გეტყვი ერთ რაღაცას, მომღერლები მით უმეტეს ჩემს ასაკში, აუ რა მაგრები ყავს, იცი? ვოკალურად. ბეტონო. ნახე, მოდი ესე ვისაუბროთ. მე ჩემი ვოკალური შესაძლებლობები ძალიან კარგად მაქვს შეფასებული. სხვების უფრო მეტად შეიძლება რომ მომწონდეს და მე მათ პირში ვეუბნები ამ ყველაფერს, რომ ძალიან მაგრები არიან. მაგრამ მე სწორ დროს სწორად მოვიქეცი, შეიძლება ითქვას, სწორ ადამიანებთან ერთად მოვხვდი, არ ვიცი, ეს რამ განაპირობა, მაგრამ რა, ჩემზე უკეთესები არ არიან? იცი რამდენი არიან? საქართველოს ნიჭიერების ზეიმია, ცეკვა, ანუ ზოგადად კულტურა რა. ჩემზე მეტად ნიჭიერები ვოკალურად და უფრო მეტი დიაპაზონით და ხმით და რამდენიც გინდა. ეხლა ჩამოგირეკო მინიმუმ 10-თან. ეს საკუთარ თავზე რო არ მოგიწია საუბარი, მაშინ ბენდზე რო ვთქვა. სხვა მუსიკოსების არსებობენ, მათზე უკეთესები. უკეთესი არ დაილება. კი ბატონო, ხო არა, მე შენგან მაინტერესებდა რა პასუხს მივიღებდი. ვიცი რა, გზა უნდა ნახო, რა შენი გზა, ყველას აქვს თავისი გზა. უკეთესი არ დაილება, უკეთესი კომპოზიტორი, უკეთესი შემსრულებელი, უკეთესი მუსიკოსი და ასე შემდეგ. არსებობენ. როგორ დავიკვეხნო, რომ ჩემ რას ლაპარაკობ. ეგ იქნება სირცხვილი მე რა იქ თქვა. რჩევის მიცემა ვიყო არს? კი. მაგით საზრდოობ. ხვალ რო ქრებოდეს ყველა სოციალური ქსელი. რა მაგარი. შენ გამომწერებს ასურჩევდი. ბოლო რჩევა რო იყოს. თქვენს ბედნიერებაზე თქვენ ვიყავით პასუხისმგებლები. აი მაგას ურჩევდი. არავის გამო არ შეიქმნათ წარმოსახვაში, რომ ბედნიერი შეიძლება იყო. რეალურად რაც განიჭებს ბედნიერებას, არავის აზრს არ უნდა მოусმინო. იყავი შენ მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი, იმიტომ რომ გავადრო უკარო მოიხედები, სხვისი აზრი არ უნდა დაგჭეს. შენ უნდა იყო ბედნიერი რა. მე დამართნია ეგ, რომ სხვისი და ძალიან ახლო ადამიანის გამითვალისწინებია და ბედნიერება დამიკარგავს. რაღაც კონკრეტული რა. მინანია რაღაც პერიოდის მერე რომ აი რატო რა ყოფილიყავი ბედნიერი, რატო მოусმინე? რატო დავთმე? იმ მომენტში რომ მე ის ბედნიერება მიმეღო. ეგ არის რა, ყოველთვის მე ვთვლი რომ რაც არ უნდა ცუდ სიტუაციაში მოხდეს ადამიანი, აი გადაგცელო და ვიწყდები. შენ დღეს ხარ გეგმა. აი ამ გეგმას ხო გაივლის. სხვა გეგმა შეხვდება და იმაზე ილაპარაკებენ. დღეს შენ ხარ სხვა იქნება ზეგ და მას ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავარია იყო ბედნიერი რა. შენ მაგისტვის მოდიხარ დედამიწაზე, აკეთე შენი საქმე, იყო ბედნიერი. მე ეს ვთვლი. რამდენად მე თვითონ ვასრულებ ამ ყველაფერს არ ვიცი, მაგრამ მე ესე მგონია რომ ძალიან კარგი იქნება. მე ვფიქრობ, რომ შეცდომასაც რო უშვებ საკუთარი გადაწყვეტილებით. ეგ მაგასაც ისა რა, აზარტი ესე თქვა და საკუთარ თავს აბრალებ. საკუთარ დედას აქვს ნათქვამი, რომ რაღაცაზე ვსაუბრობდით და მითხრა რომ აი ხო მე რამდენიც არ უნდა გელაპარაკო შენო. დაგარიგო, პატარა გოგო არ ხარო, ხო? დაგარიგო. აზრი არ აქვს, რასაც გინდა მაინც იმას გააკეთებო რა და ყველასო თავისი ჯვარი აქვს ატარებელი ცხოვრებაშიო. მე შეიძლება შენაირ რაღაცა გამოვიარე, მაგრამ მე ინდივიდუალურად გამოვიარე, ჩემს ემოციებზე სხვანაირად იყო, შენს ემოციებზე და შენს ცხოვრებაში სხვანაირად. ამიტომ ყველას თავისი აქვს გასავლელი. რა ვიცი რა გიქრო. გავიმარჯოს. დაგვრჩა რამე კითხვა? კი. არა, ისეთი არაფერი. კარგი რჩევას მიეცი მაყურებლებს ჩემი აზრით და მეც ეგრე ვფიქრობ. ბედნიერება არის ყველაზე. ბედნიერი თუ არ ხარ ადამიანი რა, ბევრი გვსმენია ჩვენ, რომ ადამიანს თავისი განწყობით შეუძლია, რომ რაღაც დაავადებები დაამარცხოს, ხო? და განწყობას რა ქმნის? ბედნიერება, ხალისი, რაზეც სეროტონინი და ენდორფინი არის, ხო, ჩვენი დამხმარე ამ ყველაფერში და ეს თუ ჩვენ ორგანიზმში არ გამოიყოფა, მაშინ ისთვის ცოცხლობთ, რა ვიმუშაოთ, ვჭამოთ, ვსვათ, დავიძინოთ და ესე რეგულარულად, მხოლოდ ეს ხო არ არის. როგორი დედაა ლინდა? კაცრი. კაცრი? კი. ხო, მართლა. იცი რა, რამდენადაც ლოიალური შეიძლება ვიყო, იმდენად მომთხოვნი ვარ და ცოტა კაცრიც. ყველაზე მკაცრი შეიძლება ითქვას, რომ მე ვარ ჯარჯისტა. კარგი, მე საინტერესო კითხვა მაქვს ერთი.
ისე ბევრი საინტერესო კითხვა გაქვს. დიდი მადლობა. ვინ არის ლინდა ადამია? პირველ რიგში არის მომღერალი და მეორე რიგში უმაგრესი ბიჭის დედა, ჯარჯის დედა ვარ. ამას ზოგადად არ საუბრობ. არც მას ვაგრძნობინებ და არც სხვას არავის. მე ჩემთვის ვიცი, რომ ძალიან მაგარი ბიჭი მყავს რა. ლინდას ჯარჯი არის, აი, ყველაზე მაგარი ტიპი. 10 წლის ხდება უკვე და იმდენად მაგარი ტიპია. ჯერ ხო ძალიან საზრიანი ბავშვი არის. იმდენ რაღაცაზე ფიქრობს, რომ მაგაზე მე შეიძლება არ მეფიქრა. და როგორი დედა არის ლინდა, იცი მისთვის? თვითონაც ძალიან მკაცრია ჩემს მიმართ და მეც ძალიან მკაცრი ვარ მის მიმართ რა. ხო, რაღაცებზე უყვარს რა, რაღაცა ისე გითხრას, რომ აი, ვაუ, შენ არ მე არ ხუმრობ, მართლა. ჯარჯის ისეთი ცუდი ენა აქვს. აი, შეიძლება სახლიდან გავდიოდე კონცერტზე და აი გითხრას, რომ ბოდიშიდან გოიმურად გაცვია თუ რაღაც. აი, ოღონდ რატო? მაგისთვის გოიმურობა რას ნიშნავს? რო არ გიხდება. და რატო გონია რომ ეს რომ შენ გაცვია გიხდება, გამოიცა რაღაცა კარგი ჩაის. ძალიან ჭკვიანი ბავშვია, ძალიან დამჯერი არ არის. და ეხლა რა უსმენ ხოლმე იმდენად რაღაცა ისეთ რაღაცებს იძახის, რომ ესე გავხედავ ხოლმე, ხო, კარგად ხარ თქო რა. ძალიან მეამაყება, რომ ჯარჯის დედა ვარ. ძალიან კარგი მოსასმენია. ხო, აი, მართლა მეამაყება და ერთ პატარა რაღაცას მოგიყვები, იცი? ნახე, როგორ ასაკშია ჯარჯი. 10 წლისაა და გეიმერულ თემაში არის, როგორც აი თავით არის გადაშო, მაგის იქით არაფერი არ აინტერესებს. ჯარჯისთვის ლინდა არის დედა. იყო უბრალოდ, მაგრამ ნახე, არა, იყო რას ნიშნავს? რაღაცა სიტუაციები შეიცვალა. ლინდა იყო უბრალოდ დედა. არ იყო როგორც არტისტი. მაგას ანუ იცოდა რომ მე დედა სამსახურში მივდივარ, მიმღერებ, მოვალ. და ყოველთვის ქონდა ის, რომ აი ვიღაც კუმირები ყავდა, იუთუბერები ის და მე მიქოს რომ ვიცნობ დედა მაგ ადამიანს და აუ გამაცნობ. და თითქოს ყველაზე აუ გამაცანი რა გთხოვ და აი კი მეთქი რა პრობლემაა და ერთ დღესაც ავდექი და რაღაცა გულში ალბათ ცუდად მომხვდა რა. მაგრამ ლინდა ყავს დედიკო, რომელსაც ბევრი მსმენელი ყავს, ხალხს უყვარს და ეს მისმა შვილმა არ იცის. და ავდექი და დიდ კონცერტზე წავიყვანე. მეგრული ჩავდე. წავიყვანე და მთელი საღამო თვალი გამირბოდა კულისებში რა. სცენის იქით მხარეს იდგა და აი ეს ისედაც დიდი თვალები ქონდა, როგორი გაფართოებული, იცი? ასე უყურებდა ამ ხალხს და მე რო კონცერტი დავასრულე და ჩამოვედი და ამდენი ადამიანი რომ მოვიდა და ამ სიყვარულს გადმოსცემდა ჩემს მიმართ, ჯარჯი ვერ მოდიოდა გონს იქ რა ხდებოდა. იმ დღეს გაიგო, ვინ იყო მისი დედიკო. ან რომ მომღერალია, ანუ იცოდა რომ მომღერალი ვარ, მაგრამ ის რომ მე ამ ხელა კარგი მსმენელი მყავდა, ეს არ იცოდა მან. იმ დღეს მე ყველაფერი შეიცვალა და მე მხოლოდ მისთვის დედიკო არა ვარ. ეხა ლინდა ადამიანშვილი არის და ეს რომ ამას რო აჟღერებს ხოლმე ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა რა. ესე იგი რაღაც გამიკეთებია. და ცოტათ არ მინდა რომ თქვა, მაგრამ აი იუთუბერებს ვაჯობებ რა, ჯარჯის თვალში. ჩემი შვილის თვალში ვაჯობებ. თავარი ეგ არის. ხო, მის თვალში. და შენი გრაფიკიდან გამომდინარე. ხა. ხო, გაქვს ხოლმე ეგ პრობლემა, რომ ხშირად ვერ ხარ ბავშვთან. ხო, დედა ჩემთან და მამა ჩემთან ცხოვრობს ჯარჯი. სხვანაირად ვერ გამოდის. ფაქტობრივად. ზართულია ეგ. ძალიან. გადასიტანეთ, იმიტომ რომ მაგრამ ჩვენ გავლილი გვაქვს აქ თემა რა, მეც ჯარჯისაც, ჩემ მშობლებსაც გავლილი გვაქვს და მე ამ მადლიერებას ვერასოდეს ვერ გადავუხდი მათ. ვერასოდეს ვერაფრით. როცა არავინ არ გიყურებს. მაშინ როგორ ხარ? მაგინჯი. იცი რა არის? მე სოცდილობ რომ გარეთ რომ გამოდივარ, მოწესრიგებული ვიყო. ჩემ ხასიათში ეგზის. მე სხვა რამ მაინტერესებს, როცა მარტო ხარ. ჩაფიქრიანე. ოღონდ მართლა არ ვაჭარბებ. მესმის ხო. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რა, სულ ძალიან ბევრს ვფიქრობ, ძალიან ბევრს ვფიქრობ და სახლში მიყვარს ყოფნა ერთი დღე მხოლოდ.
ძალიან იშვიათად. და სახში რო ვარ, ვალაგებ. სულ ვალაგებ. ანუ დასვენება არ გიყვარს. არ მიყვარს. ვერ ვიტან დასვენება. მე ცუდად. ხო, მე ცუდად ანუ აი. ხოლმე? არა, ფიზიკურად არ მაწუხებს. უბრალოდ აი, არ სიამოვნებს, ბიპოლარული აშლილობა მეწყება და ფიქრებში მივდივარ. ეგეც ფსიქიკური პრობლემაა. ხო, აბა რა არის? სახში ყოფნა მიყვარს, მხოლოდ დილიდან საღამომდე. ისიც უნდა დავალაგო და საქმეში უნდა ვიყავ. ჩა, მეტი არ. კი ბატონო. ბოლოში რო გავიდეთ. რაღაცა დამპალი კითხვა ექნება ბოლოსთვის. ესეთი რუბრიკა გვაქვს გადაცემაში. ტოპ 5. და მე შენგან მაინტერესებს ტოპ 5 ქართული ბენდი. მე-5 ადგილი. ბენდს მოდი ამ ხუთეულში. საერთოდ არ შევიყვან ლინდას და 1/4-ს. მოდი გავემიჯნოთ რა. შეიძლება რაღაც მესამე ადგილი კონდეს, მე-4, პირველი არ აქვს მაგას მნიშვნელობა არსებითი ამ შემთხვევაში. მაგრამ განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო მუსიკოსები, რომლებიც ძალიან მიყვარს რა. მათი შემოქმედებით ეს არის ზვიად ბოლქვაძე, გიშტები. ჯერომ ღერის, აი, არ ვიცი. ბევრი მიყვარს, მართლა ძალიან ბევრი მიყვარს. ეხლა ფიქრობ თავი როგორ ამარიტო, ხო? არა, საერთოდ არა. რატო მაშინ ბატონ ზვიაძეც არ ვიტყოდი, ხო? უბრალოდ გეტყოდი, მაგრამ პირველი ის გამახსენდა, იმიტომ რომ მის ნამუშევრებს რო უსმენ, როგორც მუსიკოსს, ძალიან მომწონს რა, ძალიან მომწონს, მიყვარს როცა უსმენ. გამახსენე რა. რეგიონი. რეგიონზე ჭკუა მეკეტება. ნახე, სადაც კი მე არ მუშაობ მაგ დღეს და მცალია და ვიცი რომ ან იმ ქალაქში ვარ და ისინი არიან, გავრბივარ. როგორ გავრბივარ, იცი? ხარა არ დამაგვიანდეს, ძალიან მიყვარს რეგიონზე გიждები. მათი შემოქმედება ძალიან მიყვარს. კიდე ძალიან შორს არ წამიყვანო რა, იყოს რა, ნუ ბევრი მიყვარს, მაგრამ ეხა ისე მარტივად ვერ ვიხსენებ, ყველაზე მეტად წინ რომელი შემიძლია რომ გამოწიო, მაგრამ ხო, რეგიონი კი, რეგიონზე გიждები. რეგიონზე გიждები და პირველი ადგილი რეგიონზე დავა. კი, ჩემთვის კი ძალიან მიყვარს, როგორც ჩემი კოლეგები და როგორც ძალიან მაგარი მუსიკოსები და ძალიან მაგარი შემსრულებლები, მაგრები არიან, ძალიან მიყვარს. დიდი მადლობა. მადლობა შენ. რომ შედგა ეს ინტერვიუ. გულწრფელი. მე რო შედგა. ძალიან ხო, რა თქმა უნდა. ძალიან გულწრფელი ყავი. კი. და გეტყობოდა თვალებში ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. ჩვენს მაყურებლებს რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი. კი ბატონო. ძლივს მოვედი. კი, იმიტომ რომ მე ხვდებოდი რომ ყველა გადადებული ჩაწერა იყო ბუნებრივი. ხო, ბუნებრივი და რაღაცა უკეთესი საწინდარი. კი, და გამოვიდა საუკეთესო. სეზონის პირველი გადაცემა. პირველი იქნება? კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ლინდა ადამიანი. დროებით. მადლობა.